სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბიოლოგიური მშობლის უფლებები ირღვევა და იგი შეუშაბამოა კონსტიტუციის იმ მუხლთან, რომელიც ოჯახურ კეთილდღეობას გულისხმობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია გამწესრიგებელი სხდომით განიხილავს. მოსარჩელი აღნიშნავს, რომ დადგენილება, რომელიც ბავშვის რეინტეგრაციისა და მინდობით აღზრდისთვის სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, დისკრიმინაციულია, რადგან რეგულაცია ბიოლოგიური მშობლისთვის აწესებს უფრო დაბალ სოციალურ შემწეობას, ვიდრე მინდობით ბავშვის აღზრდისთვის არის გათვალისწინებული. მოსარჩელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია ბავშვის ბიოლოგიური მშობელთან მიმართებით. იქიდან გამომდინარე, რომ სადავო რეგულაცია აწესებს უფრო დაბალ სოციალურ შემწეობას ბავშვის ბიოლოგიურ მშობელთან, ვიდრე ეს გათვალისწინებული არის ბავშვის მინდობით აღზრდებთან დაკავშირებით. ამასთანავე მოსარჩელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სთავაზობს ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს უფრო ცუდ პირობებს, ვიდრე ეს გათვალისწინებული არის მინდობით აღზრდებთან დაკავშირებით და ეს წარმოადგენს კონსტიტუციის 36 მუხლის უხეშ დარღვევას. გვაქვს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვყავს სახეზე არსებითად თანასწორი პირები და შესაბამისად მათთან მიმართებაში თანასწორობის უფლების დარღვევაზე საუბარი მიგვაჩნია, რომ ზედმეტია. სახეზე ყავს ბიოლოგიური მშობელი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაკისრებული აქვს შვილთან მიმართებაში მისი აღზრდის მოვალეობა და არა მხოლოდ უფლება და სახეზე ყავს დედობილი და მამობილი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანზე ზრუნვის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, რომ ოჯახური მზრუნველობა შეესთავაზოს ბავშვს.